წინა სერიაში ჩვენ იგავწყვიტეთ თხრობა, როცა 1629 წლის 17 სექტემბერს დილას ლოოსის ამბოხებულებმა, ანუ იგივე კორნელისის ხალხმა ჰეისის ჯარისკაცებს შეუტიეს და დაჯაბნეს კიდეც. და მე მაშინ ასეთი სიტყვებით დავამთავრე თხრობა, რომ კვლავ გაიმარჯვებს ავიკეთილზე, კვლავ განახლდება არნახული ტერორი და კვლავ დაიღვრება სისხლის მდინარეები თქო. ზოგადად მე ჰოლივუდის ჰეპი-ენდები არ მომწონს და მაგრამ ამ შემთხვევაში მართლაც ჰოლივუდური ტიპის ჰეპი-ენდი თამაშდება. ვალაბის კუნძულზე, სადაც აჯანყებულები ავიწროებენ ჰეისის ჯარისკაცებს და ჯარისკაცები უკან იხევენ, უკან დასახევი გზა აღარ რჩება, იმიტომ რომ მათ უკან ოკეანეა, წინ კი მუშკეტების ტყვიით სიკვდილიელით და ტყვედ-ჩავარდნის პერსპექტივა აქვს და ტყვედ-ჩავარდნა კიდევ უფრო უარესია ვიდრე ელზე სიკვდილი და ისისა ჯარისკაცები უნდა გადაწყვიტონ დანებდნენ თუ რა ქნან, რომ ვიღაცა იძახის იალქნები. საოცრება, მაგრამ დიახ, ზუსტად ბოლო წამს პელსარტის სარდამი, ანუ გემი, რომლითაც პელსარტი არქიპელაგზე დაბრუნდა, ვალაბის კუნძულს უახლოვდება კი არა, უпроსორად გამოჩნდება ვალაბის კუნძულიდან. იგი ღუზას უშვებს ვალაბის კუნძულიდან ჩრდილოეთით მდებარე შედარებით პატარა ზომის კუნძულთან. გავიხსენოთ თუ რას წარმოადგენს თვითონ არქიპელაგი. ამ ადგილას, ანუ ავსტრალიის დასავლეთით არის მარჯნის რიფების 3 დიდი გროვა. სხვათა შორის ეს ის რიფებია, რომლებიც ყველაზე სამხრეთით არიან განლაგებული ჩვენს პლანეტაზე. ამ 3 ჯგუფიდან ბატავიას შეეჯახა ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძულების ჯგუფში მყოფ ერთ-ერთ პატარა ნაგლეჯს ხმელეთისას, რომელიც დაიშეჯახება საბოლოოდ ფატალური გამოდგა მისთვის. იყო სასაფლაოს კუნძული, სადაც ძირითადი ნაწილი იყო ხალხისა, იყო მოღალატეთა კუნძული, საიდანაც პელსარტი და იაკობსი გავიდნენ იავასკენ, ასევე იყო გრძელი კუნძული, ლონგ-აილენდი, იგივე სელაპების კუნძული და ასევე იყო 2 დიდი კუნძული, რომლისკენაც კორნელისმა ჰეისი და მისი ჯარისკაცები გაუშვა, ეს გახდათ ეგრეთ წოდებული მაღალი კუნძულები. საბოლოოდ სამხრეთისკენ მდებარე დიდ კუნძულს, სადაც ძირითადი ამბები ვითარდება ჩვენი ისტორიის, დაერქვა ჰეისის კუნძული, ანუ იმ ჯარისკაცების მეთაურისა, რომლებიც აქ იყვნენ და ასევე მას დაერქვა, მას ქვია ვალაბის კუნძულიც, იმიტომ რომ აქ კენგურუების ერთ-ერთი სახეობა ვალაბები ბინადრობდნენ, რომლებმაც გადაარჩინეს ფაქტიურად შიმშილით სიკვდილს ჰეისის ხალხი. ახლა მთავარია ვინ მიასწრებს გემამდე. თქვენ გახსოვთ რომ 2 ვარიანტია, ხო? ანუ ჰეისმა უნდა მიასწროს, რომ უთხრას და გააფრთხილოს პელსარტი, რომ კუნძულზე აჯანყებულები არიან და მათ ხელში ჩაგდება უნდათ თქვენი გემის და ეს ჰეისმა იცის და მეორე მხრივ არიან აჯანყებულები ჯერჯერობით ლოოსის მეთაურობით, იმიტომ რომ კორნელისი ჯერ კიდევ ორმოშია ჩაგდებული, აი იქ თოლიებს რო უყრიან ხოლმე და ლოოსმა უნდა მიასწროს, რომ ცოტა დააბოლოს კაპიტანი და პელსარტი და ასევე ის მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც იქ არის და თარაც თავარია ლოოსის ხალხი კარგად არის შეიარაღებული და ისინი დაიპყრობენ გემს, შემდეგ გაათავისუფლებენ თავიანთ ბელადს და როგორც ჰქონდათ ჩაფიქრებული მეკობრეობა, დაიწყებენ მეკობრეობას. ლოოსი ჯდება თავის ტივზე და თან სვამს 17 კვილებამდე შეიარაღებულ აჯანყებულებს, ხოლო კუნძულის მეორე მხარეს ჰეისის ხალხი მალავს ქირურგის მიერ მოყვანილ ნავს, რომელშიც 3 ჯარისკაცი ჯდება პლუს ჰეისი და იწყება რბოლა, ვინ მიასრებს სარდამამდე. ნავთან დაკავშირებით მე ერთ-ერთმა მაყურებელმა მკითხა, საიდან გაჩნდა ზოგადად ეს ნავი სასაფლაოს კუნძულზე, საიდანაც მერე ქირურგმა გაიტაცა, როგორც გახსოვთ წინა სერიიდან. ავიაზე იყო 2 ნავი, ან თვითონ გემზე. სამაშველო ნავები იყო, ერთი იყო 10 მეტრიანი და 6 ნიჩბიანი ნავი და მეორე იყო 15 მეტრიანი, იალქნიანი და 10 ნიჩბიანი ნავი.
აი ის დიდი ნავი პელსარტმა და იაკობსმა წაიყვანეს იავას კუნძულებისკენ. გახსოვთ წინა სერიიდან, ესე იგი ჯერ ისინი მიაღწინენ ავსტრალიის კონტინენტს და შემდეგ გზა გააგრძელეს იავასკენ. და მშვიდობით ჩავიდნენ კიდეც. ხოლო ეს 6 ნიჩბიანი 10 მეტრიანი ნავი მათ დატოვეს სასაფლაოს კუნძულზე. გახსოვთ რომ იყო კიდევ ერთი ჯგუფი, ანუ კორნელისი თავისი რამდენიმე აჯანყებული იყო იქ ამბოხებული და შეთქმული. მაგრამ 70 კაცთან ერთად კორნელისი დარჩენილი არის გემზე, იმიტომ რომ გემის უკანა ნაწილი კიჩო გადარჩენილია. იქ არის კარგი პირობებია, წყალი, აქვს სასმელი საჭმელი, აქვს დასალევიც, აქვს უამრავი კაიუტები, აქვს იმიტომ რომ კაიუტები გათავისუფლდა, ხა 350 კაცი რო იქნებოდა გემზე და 70-ია მხოლოდ დარჩენილი და პრინციპში კარგად გრძნობენ თავს, მათ არც ნავი ჭირდებათ და არც არაფერი. მათ გონიათ რომ გემი არის იმდენად მყარად ჩაჭედილი მარჯნის კლდეებში, რომ მას ვერაფერი ვერ დაძრავს, მაგრამ პირველივე შტორმის დროს გიგანტურმა ტალღებმა გემი ამოაგდო ამ ჩაჭედილობიდან, იგი დაშალა და მაშინ 30 ადამიანი დაიღუპა ამ 70-დან. და მაშინ იყო ასევე, როდესაც ბუშპრიტს, ანუ ცხვირის ანძას ჩაეჭიდა კორნელისი და დღენახევრის შემდეგ იგი გამოირიყა მის ბედად თუ დასვების საუბედუროდ გამოირიყა სასაფლაოს კუნძულზე. იწყება ჩვენი ისტორიის ფინალის წინა ნაწილი. და თუ არ გინახავთ ამ ციკლის პირველი 2 ფილმი, აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გაიგებთ აქ რა ხდება. თუ ვიდეო მოგეწონებათ, რა თქმა უნდა, დაუსვით მოწონების ნიშანი. სამწუხაროდ წინა 2 ვიდეოს იმდენი ნახვა არ აქვს, რამდენსაც მე ვარაუდობდი, იმიტომ რომ თემა ძალიან საინტერესოა, მე მასზე ძალიან დიდხანს ვიმუშავე და ბევრი ენერგია დავხარჯე და ამიტომ თუ მას გადააზიარებთ სოციალურ ქსელებში და თქვენ სახლობლებს გააგებინებთ, რომ არის ასეთი არხი, არის ასეთი საინტერესო ვიდეოები, მე მადლობელი დაგრჩებით და რა თქმა უნდა მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს დონატორებს, ანუ ადამიანებს, რომლებიც ჩემს არხს ფინანსურად ეხმარებიან, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია არხისთვის, ეს მე ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, რომ გავაგრძელო მუშაობა და ახალი ვიდეოებით მოგამარაგოთ და მე ისევ ვიმეორებ, თანხას არ აქვს მნიშვნელობა, 1 ლარიდან დაწყებული ზემოთ მადლობას გეტყვით, თავარი არის რომ რაღაც გამოიხატოს ხარდაჭერა, სხვა არაფერი. მაშასე ახლა გავაგრძელოთ მესამე სერია. სარდამიდან ჯერ კიდევ წინა საღამოს დაინახეს არქიპელაგი და ისიც რომ ვალაბის კუნძულიდან ამოდიოდა კვამლი. ანუ იქ ვიღაცა იყო. პელსარ ძალიან გაუხარდა, იმიტომ რომ მას უკვე იმედი არ ქონდა, უკვე 3 თვეა ფაქტიურად გასული, ეს ხალხი უჭმელუსმელი დაყრილები არიან ამ პარტახ კუნძულებზე და თუ ვინმე გადარჩებოდა ნამდვილად არ ეგონა და რომ კვამლი რო დაინახა ძალიან გაუხარდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ისინი ახლოს ვერ მიდიან სიბნელეში კუნძულებთან, მოგეხსენებათ აქ მარჯნის რიფებია და მარჯნის კლდეებია ისეთი, რომელმაც შეიძლება აგერ მეორე ბატავია დაქციოს სარდამი. ამიტომ ისინი ანელებენ სვლას, ჩერდებიან ცოტა მოშორებით ამ კუნძულებიდან და ერთ-ერთ პატარა ყურეში უშვებენ ღუზას. დილით როდესაც ეკიპაჟი იღვიძებს, ისინი ხედავენ, რომ ვალაბის კუნძულზე რაღაცა მოძრაობაა. ხა იქიდან კარგად არ ჩანს, ჭოგრითაც არ ჩანს ნორმალურად, იმიტომ დაახლოებით კილომეტრ-ნახევარში არიან ისინი კუნძულიდან და ამ დროს დაინახავენ ჰეისის ჯარისკაცები მას და სწორედ იმ დროს დაინახავენ, როცა ბრძოლის ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილია, ანუ ბოროტება იმარჯვებს კეთილზე. პელსარტმა გემიდან დაინახა ნავი, რომელსაც 4 ადამიანი მართავს და მიიღო ეს ნავი, რა თქმა უნდა და ამოიცნო ამ ხალხში ჯარისკაცების მეთაური ჰეისი, 3 თანამებრძოლი. ჰეისი მოუყვა პელსარტს თუ რა საშინელებები დატრიალდა მისი არყოფნის დროს კუნძულებზე და ისიც უთხრა, რომ ეხლა აქეთკენ მოეშურება კარგად შეიარაღებული ბანდიტების ჯგუფი, რომლებიც ეცდებიან, რომ გემი ხელში ჩაიგდონო და პელსარტი გაოგნებული უსმენს ჰეის, იმიტომ რომ ყურებს არ უჯერებს, 130 ადამიანია მოკლული. ანუ გარდაცვლილი არა, მოკლული, აქედან ქალები და ბავშვებია მოკლული და ვინ აკეთებს ამას ყველაფერს? მისი მოადგილე კორნელისი, რომელიც მან დატოვა
ფორმალურ მართველად ამ კუნძულების. ამ ლაპარაკში არიან რომ ლოოსი და მისი ხალხი მიუახლოვდნენ სარდამს, პელსარტმა ბრძანება გასცა რომ იარაღი მიეშვირათ მათთვის და დაინახა 17 კარგად შეიარაღებული, კარგად ჩაცმული მამაკაცი და პელსარტმა უბრძანა რომ მათ იარაღი წყალში გადაეყარათ. ლოოსმა უპასუხა რომ რატომ ჩვენ მშვიდობით მოვედით, თან ეს იარაღი კომპანიის საკუთრებაა და წყალში ადაყრა როგორ შეიძლება, ნუ დაუჯერებთ ეს, იმან ალბათ რაღაცეები მოგატყვა, როდესაც მან ჰეისიც დაინახა გემბანზე და პელსარტმა უპასუხა თქვენ კომპანიაზე ნუღელავთ, კომპანია მე ვარ, ან გადაყრით იარაღს, ან აქედან ზარბაზანიც კი არის თქვენზე მოშვერილი, თქვენგან არაფერი არ დარჩება. ლოოს სხვა გამოსავალი არ აქვს, იგი დაყრის იარაღს და ადის გემბანზე. ადის გემბანზე მათ თავის ხალხთან ერთად მათ მომენტალურად დაადებენ ბორკილებს და იწყება დაკითხვა. და ამ დაკითხვის დროს ირკვევა რომ ჰეისის მონაყოლი სხვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ადამიანებმა იქ გადაიტანეს. თუ რა კოშმარი ტრიალებდა იმ სადღაც ოკეანეში ჩაკარგულ რამდენიმე ხმელეთის ნაგლეჯზე. აჯანყებულები იმის იმედით, რომ მათ სასჯელს შეუმსუბუქებდნენ და იყო ასეთი შანსი, ისინი ყველაფერს ყვებიან გულახდილად, თუ ვინ რა ჩაიდინა და მე მგონი თავის თავზე ზედმეტსაც კი იღებენ. მაგალითად, იან ჰენდრიქსონია ერთ-ერთი ასეთი სერიული მკვლელი, რომელმაც თქვა რომ მე მოვკალიო 21 მამაკაცი, 2 ქალი და 1 ბავშვიო. სხვა რაოდენობა თქვა თავის თავზე აიღო სხვაებმა და ასე შემდეგ. მოკლედ სარდამზე მყოფი ხალხი გაფართოებული თვალებით, გაშტერებულები უსმენენ ამ საშინელ ამბებს. კორნელისი ჯგუფს აგზავნის ჰეისის კუნძულზე, რათა მათ ორმოდან ამოათრიონ და მიგვარონ კორნელისი, რომ პელსარტმა ჟურნალში ჩაწერა უყურებდი ამ ადამიანს და გულის სინანული და ბრაზით მევსებოდა, როგორ ვერ მიხვდი ადრევე, რომ ეს ნამდვილი სატანა იყო. ძნელი წარმოსადგენია თუ რამდენი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იყო ამ კაცის, ეგრეთ წოდებული კაცის სინდისზეო. იონენიმუსი სხვადასხვა კაი ოხერია, ყველაფერს უარყოფს. იგი ამბობს, რომ მას არავინ მოუკლავს, მით უმეტეს ლუკრეციაზე არ უძალადია და ეს ორივე სწორია, მას მართლა არავინ არ მოუკლავს, თუ არ ჩავთვლით იმ ბავშვს, რომელსაც აწამლავი დაალევინა. იგი ამბობს, რომ მას არც აჯანყება დაუგეგმავს, საერთოდ აზრად არ ქონია მსგავსი რამ. მით უმეტეს ამ სამაშველო გემის სარდამის ხელში ჩაგდებას არ აპირებდა და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ყველაფერში დამნაშავე მას გამოყავს ზევაკი, გახსოვთ თქვენ ეს უნაძირლესი პიროვნება და ის სამი მეზღვაური, რომლებიც ჰეისმა ტყვედა იყვანა და შემდეგ დახოცა რამდენიმე დღით ადრე. მაგრამ ათეულობით არის მოწმე, პირადად მისი ხალხიც ადებს კორნელის ხელს და რა თქმა უნდა მას არც ერთ სიტყვას არ უჯერებენ. იმავე საღამოს პელსარტი, ჰეისი და 20-მდე შეიარაღებული მამაკაცი გადადიან სასაფლაოს კუნძულზე, იქ სადაც კორნელისის კიდევ რამდენიმე ათეული თანამზრახველი არის. ნუ ისინი ხვდებიან რომ გაწევას წინააღმდეგობის აზრი არ აქვს, იარაღს ყრიან და ბარდებიან. პელსარტი გაჩხრიკავს კორნელისის კარავს და იქ ბევრ საინტერესო რამეს იპოვის, სხვადასხვა განძის დიდ ნაწილს, უამრავ ძვირფასეულობას და პარალელურად თქვენ გახსოვთ რომ კორნელისმა დეკლარაციასავით შეადგინა პატარა კონსტიტუციასავით თავისი ბანდიტებისთვის და მას 25 ადამიანი აწერს ხელს. სახელებით და გვარებით ხელს აწერენ აჯანყებულები. ანუ ფაქტიურად პელსარტს აქვს უკვე წერილობითი საბუთი და იმ ხალხის ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებლად უნდა დაისაჯონ. აქედან ბატავიის დაღუპვის ადგილას გადადიან და ეს გუჯარეთელები რო ყავთ წაყვანილი მყინთავები, ამ მყინთავებს დიდი რაოდენობით ამოაქვთ განძი. ერთი სკივრი არის ისეთნაირად ჩაჭედილი, ზემოდან რამდენიმე ზარბაზანია მასზე დადებული და ამიტომ მის გადაწევას ამ ზარბაზნების გადაწევას ვერ ახერხებენ ისინი და ვერც რა თქმა უნდა ვერცხლეული ამოაქვთ, ერთადერთი ის განძი რჩება წყალქვეშ.
კომპანიის კანონის თანახმად დანაშაული თუ დამტკიცებული იყო, მათ საჯულება რაც შეიძლება ადრე უნდა მოგეყვანა სისრულეში და მით უმეტეს ახლა გემზე ამდენი ადგილი არ არის, რომ კიდე ეს დამნაშავეები წინ და უკან ატარო, ეს ყვებოდა წყალიასვა და კიდე კაიუტებში განალაგო და კიდე საშიშროებაა იმის, რომ ისინი მათ შეიძლება რაღაც დაუდევრობის დროს აიწყვიტონ და მართლა ჩაიგდონ გემი ხელში, ამიტომ პელსარტი შეკრიბავს კომპეტენტური ადამიანებისგან სასაფლაოს კუნძულის ჩათვლით, ჰეისის ჩათვლით და გემზე მყოფების ჩათვლით საბჭოს, რომლებიც დაადგენენ შემდეგს, ეს გაფორმებულია წერილობით. პირველი, გემზე აჯანყება ნამდვილად მზადდებოდა და მას სათავეში უმცროსი ვაჭარი იერონიმუს კორნელისი ედგა. მეორე, გემის დაღუპვიდან ცოტა ხანში მოხდა კომპანიის საკუთრების ძარცვა. მესამე, გადარჩენილებში სისტემატურად ხდებოდა მკვლელობები და მკვლელობების იძულება. იყო ძალადობა გათხოვილ და გაუთხოვარ ქალებზე. იგეგმებოდა სამაშველო გემის ხელში ჩაგდება და მეკობრეობის დაწყება. საინტერესო ის არის, რომ ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლებოდა და ჩაითვალა კომპანიის საკუთრების მითვისება. მერე აჯანყების დაგეგმა და სულ ბოლოს ადამიანების მკვლელობა. მკვლელობა 1 და 2 ხო არ იყო, რა ათობით მამაკაცი, ქალი და ბავშვი იყო განადგურებული. იერონიმუსი რა თქმა უნდა ყველაფერს უარყოფს, იუტად იმეორებს, რომ იგი ძალის გამოყენებით აი იმ ნაზირელმა ზევაკვა და მისმა დამქაშებმა აიძულეს, რომ ისეკეთებინა, რაც მან გააკეთა და პელსარტს სჭირდება ამ ადამიანის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა ეს ყველაფერი და იწყებს წამებების სერიას. კორნელისი არ ტყდება. 3 დღის განმავლობაში საოცრებებს უკეთებენ. მას ეს ყველაფერი აღწერილია, დოკუმენტირებულია, მე უბრალოდ არ მოგიყვებით, იმიტომ რომ ისედაც უამრავი საშინელება მოგიყევით. ასეა თუ ისე პელსარტი მესამე დღეს, მხოლოდ მესამე დღეს აღიარებს, რომ კი, მე გავაკეთე ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენში დარჩეს მას ისეთები გამოატარეს, რომ ყველაფერს აღიარებდა და მე რო გამატარო ეგეთი, რომ უბრალოდ მაჩვენონ, რომ აი ამას გაიკეთებ და ყველაფერს ვაღიარებ. იქ ვარკეთილის მეტროს ჭერის დანგრევიდან დაწყებული და ლისაბონის მიწისძვრის პროვოცირებით დამთავრებული, იმდენად საშინელ მეთოდებს იყენებდნენ იმ დროს. ასეა თუ ისე, ამ პელსარტს ბევრი მტკიცება და მტკიცებულება არ ჭირდება და მაინც ამის ხელმოწერა უნდა უბრალოდ, თორე სხვა არაფერი, თორე ყველაფერი დამტკიცებულია, იმიტომ რომ არსებობს უამრავი საბუთი, ფაქტიურად ყველა ხელსადებს და დაწვრილებით აღწერს თუ რეები გააკეთა კორნელისმა და რეების ჩადენისკენ უბიძგა მან თავის ხალხს. 1 ოქტომბერს, ანუ ჩამოსვლიდან მე-4 დღეს კორნელის და მის 7 დამქაშს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. დასჯა იქვე სელაპების კუნძულზე გადაიყვანეს ისინი, კორნელის ორივე ხელი მოკვეთეს და ამის შემდეგ ჩამოახრჩეს. მის თანამზრახველებს ცალი ხელი მოკვეთეს, 5-ს და ისე ჩამოახრჩეს, ეს შედარებით მსუბუქი ფორმა იყო საჯელის და კიდევ 2 უბრალოდ ჩამოახრჩეს. იმათ ისეთი საშინელებები არ ქონდათ ჩადენილი. და დანარჩენები გადაწყვიტეს, რომ წაეყვანათ იავაზე და უკვე იქ სასამართლოს გამოეტანა მათთვის განაჩენი. სხვა შორის კორნელის ის მღვდელი, რომელსაც მან ცოლი და შვილები მოუკლა, თხოვს, რომ ეზიაროს და აღიაროს მისი დანაშაული, რომ ღმერთისადმი სუფთასინდისით მაინც წარსდგეს, რამდენადაც შესაძლებელია, მაგრამ კორნელისი აცხადებს, რომ ღმერთისა და მღვდლების არ სჯერა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ადამიანების მოსატყუებლად არის გამოგონილი და ეს ამასაც ეუბნება, მაგრამ მივქარეო, რომ შენ ცოლთან და შვილებთან ერთად შენც არ მიგას სიკვდილეო. მოკლედ არინანიებს. საქმე იმაშია, რომ კორნელისი არის სკანდალურად ძალიან საინტერესო ადამიანის მიმდევარი. ამ ადამიანზე ცოტა ხნით უნდა შევჩერდე, ძალიან საინტერესო ტიპია. ეს გახლავთ ძალიან წარმატებული ჰოლანდიელი მხატვარი ვან დერ ბეეკი.
იგივე იოჰანეს ტორენტიუსი. მან ეს მხატვარი ჰარლემში გაიცნო, მისი იქ სადაც მას ბიზნესი ჰქონდა აფთიაქრობის და მალევე მოიხიბლა ტორენტიუსის იდეებით ეს უკანასკნელი არც ერთ кейპს არ ტოვებდა, დროს ტარება უყვარდა ძალიან, გიჟდებოდა ქალებზე და ძალიან მჭერმეტყველი იყო და აქედან გამომდინარე და თან კარგად ძალიან კარგი მხატვარი იყო და ამითაც აბავდა ქალებს შეიძლება ასეთი ჟარგონი ვიხმაროთ. მოკლედ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მით უმეტეს რომ მას ფული ჰქონდა. იგი როგორც გითხარით, წარმატებული მხატვარი იყო და იქ დიდგვაროვნების კარზე ხშირად შეკვეთებით ხატავდა ხოლმე და აქედან გამომდინარე საკეიფო და სხვა დროსტარების ფული ნამდვილად ჰქონდა. მას ჰქონდა ესეთი იდეები, რომ ღმერთი არ არსებობს, რომ ადამიანმა აქვე მიწიერ ცხოვრებაში უნდა იგემოს ყველა ის სიკეთე, რომელსაც მოასწრებს, იმიტომ რომ იმ ქვეყნიური ცხოვრება არ არის და ყოველგვარი საუბრები ჯოჯოხეთზე და სამოთხეზე არის აბსოლუტური სისულელე. ამის გამო მას ერეტიკოსობაში დადებენ ბრალს. მას ასევე დებენ ბრალს, რომ იგი როზენკრეიცერების მიმდევარია, იგი არის პორნოგრაფიული და ეროტიკული მასალების ნახატების მხატვარი. მოკლედ აწამებენ რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი მომენტია და იგი ყველაფერს აღიარებს, იმასაც და ძალიან ბევრ სხვა რამესაც და მას მიუჯიან 20 წლით პატიმრობას. 20 წლით პატიმრობას დილეგში ყოფნით ეს ფაქტიურად ნიშნავს, რომ წელიწადნახევარში იგი უბრალოდ მოკვდება. ასევე სხვა შორის გაანადგურებენ ყველა მის ნახატს და მხოლოდ აი ეს ნახატი არის შემორჩენილი, რომელიც რექს მუზეუმში ინახება დღეს ამსტერდამის და იქ შეგიძლიათ ტორენტიუსის ეს ნახატი ნახოთ. მაგრამ დაპატიმრებიდან ერთი თვეც არ არის გასული, რომ მისმა თაყვანისმცემლებმა და მფარველებმა, ესენი გახლავთ შტატჰალტერი ფრიდრიხ ორანელი, ნიდერლანდებში ავსტრიის ელჩი და ასევე შოტლანდიის, ირლანდიისა და ინგლისის მეფე კარლოს პირველი, რომლებმაც სთხოვეს სადამსჯელო ორგანოებს, რომ გამოეშვათ ტორენტიუსი, რომ ისინი იღებდნენ მასზე თავდებს და რომ ის კარლოსი მას აიყვანდა ინგლისში და ნიდერლანდებში საერთოდ არ გამოჩნდებოდა და დათანხმდებიან ამაზე და მართლაც 1644 წლამდე ტორენტიუსი ცხოვრობს ბრიტანეთში მეფის კარზე და სხვათა შორის რატომღაც არ არის ცნობილი მისი ნახატები ამ პერიოდისა. ამბობენ რომ იგი იმდენად დააზიანეს წამების დროს, რომ მას უბრალოდ ხატვის არც თავი ჰქონდა და არ ჩნოოდა. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანის აი ესეთი ერეტიკოსის და ღვთისმგმობელის მიმდევარი გახლდათ კორნელიუსი. მაინც საინტერესო მომენტია. ვეიპ ჰეისი და მისი ერთგული ჯარისკაცები უკვე იავაზე დაბრუნების შემდეგ დააჯილდოვეს, მათ ყველას მოუმატეს თანამდებობა, დაუნიშნეს ბოლომდე ცხოვრების და სიცოცხლის ბოლომდე პენსიები, ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ამ ხალხმა მართლაც გადაარჩინა ის დანარჩენი ხალხი 100%-იან სიკვდილს და წინააღმდეგობა გაუწია ესეთ ვაჟკაცურად, ესეთ შეიარაღებულ ბანდიტებს. და სხვა შორის ჰეისის კუნძული დაარქვეს და დღეს ვეიპ ჰეისი ცნობილი არის, მისი ქანდაკებაც კი დგას კუნძულებთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ავსტრალიულ ქალაქში და ეს გახლავთ ეს ქანდაკება. ამ დაწყებულმა არქიპელაგმა ბოლო სასიკვდილო მოსავალი მაინც აიღო. პელსარტმა გადაწყვიტა, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო პატარა ლურსმანიც რომ ყოფილიყო, ისიც კი გემბანზე აეტანა და არაფერი დაეტოვებინათ ამ კუნძულებზე და უკვე გადიოდა გემი, როდესაც მან შენიშნა, რომ რაღაცა კასრი არის ერთ-ერთ კუნძულზე გაჭედილი კლდეებში. და კაპიტანმა თქვა, მოდი მე რამდენიმე კაცს ავიყვან და სწრაფად წამოვიღებთ ამას და მოვიტანთოთ და წავიდა ეს კაპიტანი თავის 4 კაცთან ერთად და გაქრნენ. გაქრნენ 2 დღე ელოდა ეკიპაჟი, წავიდა სამაშველო ნავები, ვერსად ვერ იპოვეს. აი როგორც ოკეანის პირი დააღუდა ჩაყლაპა, აი ესე გაქრა ეს ხალხი 1 კილომეტრის რადიუსში გემიდან. დღემდე არავინ იცის სად არიან. ამიტომ პელსარტს სხვა გზა არ ქონდა, თვითონ მეზღვაური არ იყო და ამიტომ
დანიშნა მესაჭე, ანუ შკიპერი დანიშნა კაპიტნად და არქიპელაგი დატოვა. ბატავიაზე გახსოვთ იყო 341 ადამიანი, სარდამის ბორცზე კი ამ 341-დან მხოლოდ 77 ავიდა. აქედან იყო 6 ქალი, 1 ბავშვი და კიდევ 6 მამაკაცი, რომლებიც აჯანყებულებს არ შეუერთდნენ და ნაწილი ამ ადამიანების კიდე იყო აჯანყებულები, რომლებსაც იავაზე განშიდნენ და რა თქმა უნდა ჰეისი და მისი ჯარისკაცები. გზად სარდამმა ავსტრალიას ჩაუვარა და რაღაც მომენტში მათ კვამლი დაინახეს სანაპიროდან და იფიქრეს რომ ეზო ნამდვილად ჩვენი გადარჩენილი კაპიტანი და ის მეზღვაურები არიანო, ამიტომ მაქსიმალურად ახლოს მივიდა. რამდენიმე მზვერავი გადადის სანაპიროზე და ისინი ვერაფერს პოულობენ, როგორც ჩანს ეს კვამლი ალბათ აბორიგენების დანთებული იყო და ამ დროს ველსართმა ძალიან საინტერესო რამ გააკეთა. მან ორ აჯანყებულს და ერთ-ერთი ამ აჯანყებულებიდან გახლდათ ლოოსი, აი ეს სამხედრო მისცა სანავიგაციო ხელსაწყოები, წყალი, საკვები, ბიჟუტერია, რომ თუ ისინი ვინცობა შეხვდებოდნენ ადგილობრივებს, გაეცვალათ აი ამაში საკვები და კეთილგანწყობა დაემსახურებინათ მათი, მიცა კარავი და გადასხა ნაპირზე. და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო პირველი ევროპელები, რომლებიც ავსტრალიაში დასახლდნენ. შემდეგ მათ კვალს ბევრი ეძებდა, მაგრამ ვერ სადიპოვეს. ამასინათ აღმოაჩინეს 1-3-4 წლის წინ ამ ადგილებში, იმიტომ რომ პელსარტმა ზუსტად ჩაწერა ის წერტილი, გეოგრაფიული წერტილი, სადაც ეს ხალხი გადასვა. აღმოაჩინეს ძვლის ფრაგმენტები, რომლის დნმ-ის ანალიზი დადგინდა, რომ ეს არის თეთრკანიანი ადამიანი, რომელიც არის ჩრდილოეთ ევროპიდან და როგორც ჩანს ლოოსის ან მისი მეგობრის ძვლის ფრაგმენტები იყო, თუ რა დაემართათ მათ არავინ იცის, მაგრამ ისე ვიმეორებ, ფაქტია, რომ ეს გახლდათ ორი პირველი ევროპელი, რომელმაც ავსტრალიის კონტინენტზე იცხოვრა. ერთი კვირა იცხოვრა თუ ერთი თვე თუ ერთი წელი, არა აქვს ამას მნიშვნელობა, ისინი აქ სახლობდნენ, უბრალოდ კი არ გადმოვიდნენ და დაბრუნდნენ გემზე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ავსტრალია, ვიცით თქვენ, რომ ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და სხვა შორის მისი პირველი მაცხოვრებლები სწორედ დამნაშავეები იყვნენ, აქ ბრიტანელები ყველაზე სასტიკ დამნაშავეებს უშვებდნენ, ისე როგორც ვთქვათ, რუსეთისთვის ციმბირი იყო, ბრიტანეთისთვის ავსტრალია იყო ასეთი ადგილი და ეხლა დღეს ავსტრალია რაც არის მოგეხსენებათ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული ქვეყანა, თუმცა მისი 90% საცხოვრებლად გამოუსადეგარია და ოდესმე მე ავსტრალიაზე აუცილებლად გავაკეთებ გადაცემას. ეს ძალიან საინტერესო კონტინენტია თავის გეოლოგიით, გეოგრაფიით, ბიოლოგიით და ზოგადად ისტორიით, რა თქმა უნდა, მისი ადგილობრივი მოსახლეობის. ორ კვირაში ხომალდმა ბატავიაში, ანუ ჯაკარტაში ჩაუშვა ღუზა, დამნაშავეების სასამართლოზე გაიყვანეს და ზოგმა თავად აღიარა დანაშაული, ზოგიც წამებით აიძულეს და სასჯელიც გამოუტანეს მათ, რომლებიც ყველასთვის ინდივიდუალური იყო და მერწმუნეთ არც ერთი სასჯელი არ გამოირჩეოდა ოდნავი ლმობიერებითაც კი, ყველა იმდენად მკაცრი და სასტიკი იყო, რომ წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ერთადერთი ვისაც დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და წამების აი ამ კონვეიერში გაატარეს, ეს გახლდათ კაპიტანი იაკობსი. გახსოვთ, რომ არსებობდა ესეთი ეჭვი, რომ იგი კორნელისთან ერთად შეთქმული იყო. მაგრამ ვერ დაუმტკიცეს და 17-მა ჯენტლმენმა, მოგეხსენებათ, ეს კომპანიის მმართველები იყვნენ, ნიდერლანდებში დაბრუნების ნება მისცეს იაკობს, მას ჩაუთვალეს პლუსად ის, რომ მან ნავი მშვიდობიანად მიიყვანა კუნძულებიდან იავამდე და უამრავი ხალხი გადაარჩინა და საბოლოოდ ამ ხალხმა გადაარჩინა კიდევ უამრავი ხალხი, მას საკმაოდ მაღალი პენსია დაუნიშნეს, მაგრამ აქ როგორც ყველგან და ჩვენს ისტორიაში ძალიან ხშირად კვლავ მისი უდიდებულესობა ბედისწერა ჩაერთო და გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე იაკობსი მოიწამლა, საჭმლით მოიწამლა და საკანში მოკვდა. ვინ ან რამ გამოიწვია ეს სიკვდილი,
დღემდე სდუმს ისტორია. ოსტინდიშე კომპანიამ ანუ ვოკმა საკმაო ხანს იმსჯელა თუ რას შეიძლება გამოეწვია ბატავიის ტრაგედია და რა შეიძლება ყოფილიყო აჯანყების ტრიგერი. დიდხანს იფიქრებს თუ ცოტა ხანს საბოლოოდ მოკლედ გენიალური დასკვნა დადეს, რომ ყველაფრის მიზეზი იყო აჯანყების მიზეზი ყოველ შემთხვევაში იყო ქალები. ანუ ბორტზე ქალების არსებობამ განაპირობა ის რომ დაუფლების მიზნით ერთმანეთის ქიშპი დაიწყეს და აჯანყებაც ამიტომ მომზადეს და ამიტომ ამ დღის იქეთ კომპანიის გემებზე ქალის ფეხი არ უნდა დამდგარიყო და სხვათა შორის დღემდე არსებობს მეზღვაურებში, ახლა არის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არსებობს რომ ქალი გემბანზე და გემზე უბედურების მომტანია. ამასობაში პელსარტი შვებით ამოისუნთქა რომ იმიტომ რომ მას პრინციპში მოეხსნა ყველა ის ბრალდება რომელიც ჰქონდა, მან კომპანიის ქონების დიდი ნაწილის გადარჩენა შეძლო და ამაში საკმაოდ დიდი თანხაც აიღო და გადაეშვა თავის საყვარელ საქმიანობაში, კერძოდ ქალებში სიარულში და აქაც როგორც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, მან ფეხი წამოკრა ერთ-ერთი მაღალჩინოსანის, ისევე როგორც თავის დროზე გახსოვთ თქვენ მოგოლების იმპერიაში მისი ამბები, აქაც ანალოგიური დაემართა, ესეთი არიცავდა სიფრთხილეც ეს კაცი და მოკალი. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თავის ცოლთან ერთად შეუსრო და პელსარტიც იძულებული გახდა რომ ეს თბილი ადგილი დაეტოვებინა და შავი პირპილის გადამამუშავებელი ფაბრიკის დირექტორად წავიდა, ფაქტიურად წვენებში წავიდა და დიდი ხანი არ უცხოვრია მას იავაზე დაბრუნებიდან წელიწად ნახევარში გარდაიცვალა კიდეც აი ციებ-ცხელება რომელიც მას ძალიან ხშირად უტევდა საბოლოოდ იგი შეიწირა 35 წლის იყო მხოლოდ პელსარტი პელსარტმა პრინციპში გაასწრო როგორც შემდეგ გაირკვა თავისი კარიერის სამარცხინო დასასრულს და შესაძლოა პატიმრობასაც კი, იმიტომ რომ მისი საქმე თავიდან განიხილა 17-მა ჯენტლმენმა და მათ დაადგინეს, რომ პელსარტმა თავი ვერ გაართვა გემის და ზოგადად ფლოტილიის, თქვენ გახსოვთ რომ მარტო გემი არ ებარა, მას კიდე 8 გემისგან შემდგარი ფლოტილია ებარა. მან თავიდან ვერ აიცილა აჯანყება, ძალიან მობიერად მოექცა ნაწილ დამნაშავეებს და ჩააფლავა ინდოეთის მისია. სავარაუდოდ კომპანიის ზურგს უკან იგი უკანონოდ ვაჭრობდა კიდეცო, ამის ეჭვიც არსებობს და ეს ბრალდებები სხვა შორის უმძიმესი იყო და მას შესაძლოა მთელი ცხოვრება დილეგში გაეტარებინა, ასე რომ ციებ-ცხელებას მოეკლაჯობდა, იმიტომ რომ დილეგშიც დიდხანს ვერ გაძლებდა იგი. საინტერესო ბედი ეწია ლუკრეციას, როგორც გახსოვთ, ეს იყო ესეთი ძალიან ლამაზი გოგონა, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მეუღლე, რომელიც დატყვევებული ყავდა კორნელის თავის კარავში აცხოვრებდა, თუმცა როგორც გითხარით, მიუხედავად ყველაფრისა, ზეწოლისა და დაშინებისა, ლუკრეცია არ გატყდა და არ გახდა კორნელისის საყვარელი. სხვა შორის მას მერე ხმებს უყრიდნენ, რომ თითქოს იგიო იყო მისი საყვარელიო, იგი უთითებდაო, ვინ უნდა მოეკლაო კორნელისი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს სისულელია, იმიტომ რომ აშკარად ეს ქალი არ იყო არაფერში გარეული. ამის გამო, წარმოუდგენელი ისტორია არ მთავრდება რა, მოკლედ ლუკრეცია დაიჭირეს, ცოტა ხნით აწამეს, დიდხანს არ უწამებიათ, მაგრამ მაინც აწამეს და რასაც არ იყო ეს ქალი დამნაშავე იმაში როგორ გამოწყდებოდა და გაუშვეს. ლუკრეცია დაბრუნდა 35 წელს ამსტერდამში, იგი აქ გათხოვდა მეორედ, იმიტომ რომ პირველ ქმარს გასცილდა, მას შვილები არ ყოლია, სხვა შორის მღვდელიც გაამართლეს და მან 2 წლის შემდეგ კვლავ მოიყვანა ცოლი და 3 ბავშვი გააჩინა, მაგარი მანქანა იყო. რა საინტერესო არ უნდა იყოს, იგი იმ გარნიზონის უფროსადაც დანიშნეს, რომელიც ჯაოზის, ანუ მუსკატის კაკლის პლანტაციებს იცავდა, მაგრამ მამასაც დიდხანს არ უცოცხლია, ეს ბავშვები გააკეთა და მერე გარდაიცვალა თვითონაც. მისი ქალიშვილი გახსოვთ ხო, ჯუდითი, რომელიც ერთ-ერთი მკვლელის საყვარლად დანიშნა, შეიძლება ითქვას კორნელისმა, ის სამჯერ გათხოვდა, ეს ღვთლის ქალიშვილი. სამჯერ გათხოვდა და 3-ვეჯერ ამ ქალის
ქმრები 2-3 თვის თავზე უცნაური სიკვდილით კვდებოდნენ და ამის შემდეგ ამ კაცს არავინ აღარ ეკარებოდა, მას შავი ქვრივი დაარქვეს და მანაც ცხოვრება დაამთავრა ამსტერდამში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე წელსართმა შეკრიბა ყველა ის სასამართლოს ოქმი და ყველა ის ოქმი, რომელიც მან საკუთარი ხელით შეადგინა ბატავიის საქმეზე და შემდეგ ეს ყველაფერი წიგნად გამოიცა. და ამით მან ძალიან დიდი სამსახური გაუწია ისტორიკოსებს და მეცნიერებს, რომლებმაც დღეს ზედმიწევნით ზუსტად იციან თუ რა მოხდა 400 წლის წინ. Ostindische კომპანიამ იარსება 1942 წლამდე, მანამდე სანამ იაპონელები არ მივიდნენ იავაზე და თავზე არ დაამხეს თავისი შავი და წითელი პირპილები და ჯაოზები და შემდეგ უკვე ინდონეზიამაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ნიდერლანდებმა დაკარგეს თავიანთი ასეთი საკმაოდ შემოსავლიანი კოლონია ინდოეთის ოკეანეში. Როგორც გახსოვთ, ოქროვერცხლით გამოტენილი ერთი დიდი სკივრი ბატავიის ჩაძირვის ადგილას დარჩა და მის ამოღებას ეცადა ოსტინდოეთის კომპანია პირველ ჯერზე ბელსართან ერთად და ვერ შეძლო. მერე ორჯერ გააგზავნა კიდევ გემი, რო არეზარებოდათ. მაგრამ ეთქვა დიდი თანხა იყო იქ. 19 საუკუნის დასაწყისში ვინმე იანზონმა გამოაქვეყნა თავისი წიგნი, სადაც იგი თითქოს ზუსტად აღწერდა თუ სად არის აი ამ არქიპელაგებიდან, გახსოვთ 3 არქიპელაგია. და არასწორად უთითებდა არქიპელაგს. მხოლოდ 1963 წელს ავსტრალიელმა ჟურნალისტმა ქალმა ჰენრიეტა დრეიკმა კარგად შეისწავლა რა თლიანად ეს ნაწერები, ზუსტად დაადგინა ადგილსამყოფელი ბატავიაში. ანუ კატასტროფის ადგილი და ზუსტად მიხვდა თუ რომელ არქიპელაგს ეკუთვნოდა ის მარჯნის კლდე, რომელსაც ბატავია შეეჯახა. თვითონ ჰენრიეტა უკვე 60 წლის იყო, მაგრამ მაინც ჩაყვინთა და მართლაც იქ იპოვეს ზარბაზნები, ღუზა, რაღაც ნაწილი ამოიტანეს. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე წყალქვეშა ექსპედიცია განხორციელდა კატასტროფის ადგილიდან, ფაქტიურად ყველაფერი ამოიღეს დიდი ნაწილი ვერცხლისა და ოქროს მონეტებისა და ასევე 375 ცალი ბლოკი, ქვიშაქვის ბლოკი, რომელიც ხელუხლებად იყო შენახული და რომელიც განკუთვნილი იყო ჯაკარტაში პორტალის ასაშენებლად და ეს პორტალი სწორედ ააშენეს უკვე ავსტრალიის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც ასევე არის ბატავიის მუზეუმი და იქ ნაპოვნი ნივთების მუზეუმი. საინტერესო ფაქტია ჰეისის მიერ აშენებული ციტადელის ნაშთები და დღეს ეს ადგილები სწორედ ძალიან საკმაოდ პოპულარული ტურისტული ადგილებია. წყლიდან ამოტანილი ყველა არტეფაქტი დღეს შეგროვებული არის ქალაქ ფრიმანტლში, აქ არის სპეციალური მუზეუმი, ეს ავსტრალიის ქალაქი გახლავთ და 1995 წელს თვითონ გემი ზუსტად იმიტომ ნახაზები არსებობდა ზუსტად იმ ფერებში და იმ მოცულობით და იმ კონსტრუქციით ააგეს როგორც 400 წლის წინ. ეს ბატავია ააგეს ამსტერდამში კვლავ და მან მშვიდობით გაიარა 2000 წელს ავსტრალიამდე და უკან გზა, იგი ავსტრალიაში ჩავიდა და მიიღო მონაწილეობა ოლიმპიადის გახსნაში. დღესაც შეძლებდით თქვენ ნახულებას თუ ამსტერდამიდან 20 კილომეტრში პატარა ქალაქში ლილეშტადეში წახვიდოდით, მაგრამ ვერ ნახავთ, იმიტომ რომ 3 წლის წინ ძალიან ძლიერი შტორმი მოხდა, ბატავია შტორმის შედეგად ამოვარდა მიწაზე, ხმელეთზე, იგი ძალიან დაზიანდა და მის აღდგენას ძალიან დიდი ფული სჭირდება, ახლა სწორედ დაწყებული არის crowdfunding-ი, ეგრეთ წოდებული, ანუ ხალხში ფული შეგროვება, რომ ბატავია კვლავ აღიდგინონ და კვლავ ეს მუზეუმი ამუშავდეს. აი ასე გასრულდა ამბავი, რომლის მსგავსი საზღვაო დოკუმენტირებულ ისტორიას არ ახსოვს, ამბავი ადამიანის სასტიკი ბუნებისა და მაგალითი იმისა, რომ გამოუვალდა ექსტრემალურ სიტუაციაში, ზოგიერთი ადამიანის სახეს კარგავს, რომ ერთპიროვნული მმართველობა ძალიან ხშირად დიდი სისხლით მთავრდება, რომ
კორნელისის და მისი მსგავსი ადამიანების რაოდენობა ჩვენს პლანეტაზე ძალიან ბევრია. თქვენი შეკითხვა, რომლებსაც თქვენ სვამდით კომენტარებში, მართლაც ლოგიკურია თუ როგორ შეიძლებოდა რომ პატარა მართალია სასტიკ, მაგრამ ძალიან პატარა ჯგუფს ადამიანებს ესე დაემორჩილებია ამდენი ხალხი, ეს ფენომენი ჩვენ სხვა შორის სამწუხაროდ ისტორიაში ძალიან ხშირად გვხვდება და ამას რამდენიმე ახსნა აქვს. ასეთ სიტუაციებში შიში და ქაოსი ძლიერთა შედარებით ძლიერ ადამიანთა იარაღად იქცევა ხოლმე და რა იწვევს ამას ყველაფერს. აი მაგალითად შიში და შოკი და დეზორიენტაცია. ხა ეს ხალხი რომლებიც კუნძულებზე აღმოჩნდნენ, დაშინებულები იყვნენ, დეზორიენტირებულები იყვნენ. წარმოიდგინეთ ღამეა, ქარიშხალი, გემი მარჯნის კლდეებს ეჯახება, დილით ცხუნვარემზე და გაუთავებელი ოკეანე, უნაყოფო მიწა, წყალი არ იქნება, საკვები არ გვექნება, მუდმივი შიში, მუდმივი სტრესი და გადარჩენის გარდა ადამიანი ამ მომენტში ალბათ სხვას არაფერს ფიქრობს, არა მხოლოდ ადამიანი, ნებისმიერი ცხოველი ასეა. და ამ სიტუაციაში სულით ძლიერი ადამიანებიც კი რა თქმა უნდა სუსტები ხდებიან და როცა ვიღაც იღებს შენ თავზე პასუხისმგებლობას, რომელიც გეუბნება რომ მე მოგამარაგებ შენ საკვები და წყლიდან, მთავარია შენ მე დამემორჩილო და წინააღმდეგობა არ გამიწიო, ამ დროს როგორც ჩანს კი არა ასეც არის ემორჩილები ასეთ ადამიანს. ეს დარტყმის ასეთი მსგავსი მექანიზმი ყოველთვის გამოიყენებოდა სხვადასხვა დიქტატურების დროს, როდესაც ადამიანი მაქსიმალურად ჩაგრულია, იგი ფიქრობს სად ჭამოს, სად იპოვოს მომავალი დღის სარჩოს აბადებელი, სულ არ ფიქრობს თავისუფლებაზე, სულ არ ფიქრობს ღირსებაზე. მისთვის მთავარი არის არ გაიყინოს, არ მოშივდეს, მის შვილებს არ მოშივდეს და მის შვილებს წყურვილი არ დაემუქროს. ამიტომ ყოველთვის ისეთ საზოგადოებებში, სადაც ადამიანთა ცხოვრების დონე მაღალია, სადაც დაცულობა მაღალია, იქ პროტესტის გრძნობაც მაღალია. ამიტომ არის რომ თქვათ იგივე დასავლეთის ქვეყნებში ძალიან პატარა მიზეზიც არის საკმარისი რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, მაგალითად იგივე ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც საქართველოში ყველაზე ნაკლებად გვაინტერესებს. ეკონომიკურ პრობლემებზეც კი არ გამოვდივართ. ჩვენ უბრალოდ როდესაც ღირსებას გვილახავენ, მაშინ გამოვდივართ. კიდევ არის რა თქმა უნდა დამორჩილების და შიშის ფსიქოლოგიაც, ეს კორნელისი და მისი მეამბოხეები და კორნელისი პირველ რიგში, იმიტომ რომ კარგი ფსიქოლოგი იყო როგორც ჩანს, მიხვდნენ რომ შიში არის ძალაუფლების ყველაზე კარგი და საუკეთესო იარაღი, მათი პირველი მსხვერპლი მათ განსაკუთრებული სისასტიკით და ყველას თვალწინ მოკლეს და ეს არ იყო მხოლოდ ძალადობის აქტი, არამედ ეს იყო ძალის ჩვენება. და ამან გაამართლა ძალიან ბევრი მამაკაცი, ჯანიანი მამაკაცი, იმის მაგივრად რომ წინააღმდეგობა გაეწიათ, კორნელისის მხარეც გადავიდა. მსგავსი ფსიქოლოგია ასევე გამოიყენება დიქტატორების მიერ, როდესაც ისინი შენს თვალწინ სასტიკად უსწორდებიან ადამიანებს, როდესაც მათ აიძულებენ რომ გააკეთონ ის, რაც ნორმალურ სიტუაციაში არ გააკეთებდნენ და ამით აიძულონ ადამიანები რომ ისინი მორჩილებაში იყვნენ. არის ასევე რა თქმა უნდა განცალკევების და იზოლირების მომენტიც, ეს ყოველთვის კარგად გამოიყენებოდა ხოლმე სხვადასხვა ადამიანების მიერ, იმათ მიერ, ვისაც სურვილი ჰქონდათ რომ ძალაუფლება დიდხანს შეენარჩუნებიათ, ეს არის გაყავი და იბატონეს პრინციპი, როდესაც ყველას ეჭვით უყურებს. როცა შენ ვერენდობი, შენს ოჯახის წევრსაც კი, როდესაც შენ გეშინია რომ კედლებსაც კი ყური აქვს, ამ დროს რა თქმა უნდა, შენ ხარ მაქსიმალურად მორჩილი, მაქსიმალურად ლოიალური ნებისმიერი ბოროტების მიმართ. და ამან ძალიან ცუდი როლი ითამაშა ძალიან ხშირად, თუნდაც იგივე საქართველოს ისტორიაში ძალიან ახლო წარსულში და თანამედროვე სიტუაციაშიც კი. და კიდევ არის ერთი მომენტი, ეს არის ერთგულების და იმედის ილუზია, როდესაც შენ გაქვს იმის ილუზია, რომ შენ ხარ ერთგული აი ამ ტირანის და ეს შენი ერთგულება დაფასდება, რომ შენ გადარჩები, რომ შენ ყოველთვის დაცული იქნები და აქაც შეცდომას უშვებს ადამიანი, იმიტომ რომ
აი ასეთი ტირანი ყოველთვის ულმობელია თქვენ გახსოვთ რომ იგივე სტალინმა პირველი რაც გააკეთა მისი თანამებრძოლები მოიცილა იგივე რასაც ნებისმიერ დიქტატორი აკეთებს გამოიყენებს ხალხს შემდეგ ყრის გამოიყენებს ყრის თუ ყრის კიდე არა უშავს მაგრამ გამოყენების შემდეგ თუ არ კლავს კიდე კარგი საქმეა ამიტომ იყო რომ და ამიტომ არის ახლაც რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ასეთ ადამიანების ნდობა ასეთ ადამიანების იმედზე ყოფნა ძალიან ხშირად ძალიან ცუდად მთავრდება არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი როდესაც ადამიანი კარგავს სამართლის შეგრძნების და სამართლის აღსრულების გრძნობას როდესაც ის სახელმწიფო ორგანოები და ის ჯგუფი ადამიანებს რომლებიც შენ უნდა გიცავდნენ მაგალითად პოლიციელები მოსამართლეები პროკურორები და იყვნენ შენ გვერდით და რომლებსაც შენ უნდა მიმართო გასაჭირის დროს პირიქით იქცევიან ანუ ხდებიან დამსჯელები სადამსჯელო ჯგუფებად გადაიქცევიან და შენ უკვე იმის მაგივრად რო თქვა რაღაცა რო გიჭირს პოლიციელთან გაიქცე პირიქით პოლიციელს რო ხედავ სრულიად უწყინა სიტუაციაში შეიძლება იქიდან წახვიდე რომ მას შემთხვევით არ შეეფეთო და რამე შაირი არა იყიდო როგორც იტყვიან ხოლმე მოკლედ ასეთი ქცევა ადამიანებისა რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციაში მოყვნენ კუნძულებზე და პლუს მათ სათავეში ჩაუდგათ კი არა და თავზე დააჯდათ ნამდვილი კლასიკური ტირანი რომელმაც ძალიან ბევრი მეთოდი იცოდა ის რაც შემდეგ ბევრმა დიქტატორმა გამოიყენა და დღესაც იყენებს ამან აიძულა ის ხალხი სწორედ დამორჩილებოდნენ აი ამ კონკრეტული პიროვნების კერძოდ ამ კორნელისის ნებას და აეტანათ ყველა ის საზიზღრობა რაც კი მან ჩაიდინა დაწერეთ კომენტარებში თუ რას ფიქრობთ ამ საკითხზე მე კი დღეს ამით ვამთავრებ თხრობას და ახლო მომავალში გაცილებით სუბუქ თემებზე გესაუბრებით ახლა კი მინდა გისურვოთ მშვიდობიანი შვიდი წყნარი კვირა და ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით კვლავ ერთმანეთს. ნახვამდის.